თუ ბავშვი ნორმალური განვითარების არის, ფიზიოლოგიურად კარგად ვითარდება, მისი ბრძა განვითარება შეესაბამება მის ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ნორმებს და სუფროსწორად ვეუბნები, რომ აიღეთ დღიური. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი დამატებითი საკვები რაღაც პატარა რისკებს შეიცავს, ხო? ნახეთ, არსებობს 3 ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც ჩვენ თამამად შეგვიძლია, რომ ბავშვს საკმარისად აქილევსის ქუსლია მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი შევს კაბინეტშიც, აი შევსწრებულ ვარ კამათს. მოგესალმებით, გვიხარია რომ ისევ შემოგვერთით დედობის პოდკასტზე. დღევანდელი ჩვენი თემა არის დედობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბავშვის მყარკვებაზე გადასვლა. კითხვები ძალიან ბევრია, შევეცდებით ამ კითხვებზე გიპასუხოთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ქალბატონი შორინა ქართველიშვილი, ნეონატოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი. მოგესალმებით, მადლობა რომ გვესტუმრეთ და გვინდა რომ რამოდენიმე შეკითხვებზე, რომელიც ეს ძალიან აწუხებს დედიკოებს, რომ გვიპასუხოთ. ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის, როდის იწყება დამატებითი კვება და როგორ შეიძლება დედამ ესე დამატებით კვებაზე უმკივნეულოდ გადაიყვანოს პატარა ბავშვი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, სიამოვნებით გიპასუხებთ. მინდა გითხრათ, რომ კვება პირდაპირ ასოცირდება ჯანმრთელობასთან, ანუ ჯანმრთელი კვება, ჯანსაღი კვება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ჯანმრთელობის. განსაკუთრებით კი ბავშვთა ასაკში სწორი კვება. რაც შეეხება დამატებით კვებას, მოდით განმარტოთ, რა არის დამატებითი კვება, ხო? დამატებითი კვება ეს არის დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად ნახევრად მყარი ან მყარი საკვების მიღება, ოღონდ არა ჩანაცვლება. დედის რძესთან ან ფორმულასთან ერთად. დამატებითი კვება, თქვენ მკითხეთ, რომ რა ასაკში შეიძლება დავიწყოთ დამატებითი კვება, ხო, ანუ რომ უმკივნეულოდ მოხდეს გადაყვანა. ანუ რა არის ძირითადი ნიშანი, რომ უკვე ბავშვი მზად არის, რომ გადავიდეს მყარ კვებაზე? კი ბატონო, დამატებითი კვება იწყება 4-6 თვის ასაკიდან და არსებობს 3 უსუტყვარი მიმანიშნებელი ნიშანი, რომელიც შეიძლება დედამ ამოიცნოს და მიხვდეს, რომ მისი ბავშვი არის მზად დამატებითი კვებასთვის. პირველი ეს არის პირის, ხელების და თვალების კოორდინირებული მოძრაობა. ანუ ბავშვი ინტერესდება, იწევს საკვებისკენ, სურს რომ აიღოს, ან პირიქით უკუაგდოს საკვები, ჩაიდოს პირში და დააგემოვნოს. მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული განდევნის რეფლექსის გაქრობა, რომელიც 4 თვემდე ეს არის ფიზიოლოგიური, ენის წვერზე მიდებულ საკვებს არიან ბავშვი უკუაგდებს. ეგრეთ წოდებული ექსტრუზულის რეფლექსი ქვია მაგას. ეს რეფლექსი თანდათან ქრება და ესეც ერთ-ერთი მიმანიშნებელი ნიშანია და მთავარი ნიშანი ტორსის კონტროლი. რას გულისხმობს ტორსის კონტროლი? ანუ მუცელზე წოლის დროს ბავშვს შეუძლია 2 ხელის დაყრდნობით დამოუკიდებლად თვითონ აიწიოს, იმიტომ რომ დამატებითი კვება მოგიხსენებათ, რომ ხორციელდება დამჯდარ მდგომარეობაში და უნდა შეეძლოს ჩვენს პატარას თავის ჭერაც. ეს არის ძირითადი 3 ამოსაცნობი ნიშანი, რომ დედა მიხვდეს მისი პატარა არის თუ არა მზად კვების, დამატებითი კვებისათვის. მინდა გითხრათ, რომ ნაადრევად დაწყებული ხელოვნური კვება ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მამებს ეჩქარებათ ხოლმე, რომ რაც შეიძლება მეტი საკვები გაასინჯონ, აცური საჭმელები ატბევონ და ასე შემდეგ, მაგრამ უნდა უთხრათ, რომ მოიცადეთ, ჯერ დრო არ არის, ბავშვი ჩვენი არ არის მზად, იმიტომ რომ ელემენტარულად ფიზიოლოგიურად და ანატომიურად მისი კუჭ-ნაწლავი, მისი გამომყოფი სისტემა არ არის მზად, მისი ფერმენტული სისტემა ჩამოუყალიბებელია, შესაბამისად გამოყოფის ფუნქციაც არ არის ჩამოყალიბებული და ამიტომ ვიჩქარებთ, რამე თუ ნაადრევად დაწყებული კვება, დამატებითი კვება შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორც არის კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, ალერგიული დაავადებები და ასევე დაგვიანებული დამატებითი კვებაც შეიძლება იყოს სხვადასხვა სომატური დაავადებების განვითარების რისკის შემცველი, მაგალითად განვითარდეს ანემია, სხვადასხვა ვიტამინ დეფიციტური ანემიები, მოტორული სფეროს განვითარება, მეტყველების დაგვიანება და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე კარგი ასაკი ბავშვის დამატებითი კვებისათვის არის 4-დან 6 თვემდე. გააჩნია
ბავშვი არის ფიზიოლოგიური არსებობიდან დაბადებული, გააჩნია ბავშვი არის დღეინაკლი თუ დროული. ასე რომ ჯობია შევეკითხოთ პედიატრს. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ახალბედა დედიკოები ვერ ხვდებიან, აი როგორ დაიწყონ, პირობითად ფაფით დაიწყონ ბავშვის კვება თუ ბოსტნეულით დაიწყონ. აი რა რჩევას მისცემდით მაგალითად ამ მიმართულებით ახალბედა დედიკოებს? გეთმოკლებით, ნამდვილად ესეა ყველა მაგას გეკითხება, რომელი ბოსტნეული თუ ფაფა. ამასაც რა თქმა უნდა წვეთს პედიატრი. თუ ბავშვი ნორმალური განვითარების არის ფიზიოლოგიურად კარგად ვითარდება, მისი ბრძა განვითარება შეესაბამება ბის ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ნორმებს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება აქცენტი უფრო ბოსტნეულზე გავაკეთოთ. თუმცა, თუ ბავშვი ჩამორჩება წონაში, აქვს წონის დეფიციტი და აქვს პრობლემები ზრდასთან, ფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ პირველ ადგილად ვირჩევთ ფაფას. გასაგებია, მადლობა. ასევე გვაინტერესებთ ალერგიაზეც რო გითხრათ, აი ზოგადად რა შეიძლება თუ არა გამოიწვიოს ამან ალერგიული რეაქცია ან მსგავსი მიმართულებით, ანუ როგორ რას მიაქცენ ახალგაზრდა დედიკოებმა ყურადღება. თქვენ ალბათ გულისხმობთ, როგორ გამოვიცნოთ აქვს თუ არა ალერგია. როცა დამატებით საკვებს ვიწყებ, ჩემს პატარას დედას უბრალოდ ვეუბნები, რომ აიღეთ დღიური. რატომ? იმიტომ რომ ყოველი დამატებითი საკვები რაღაც პატარა რისკებს შეიცავს, ხო? თავიდან რა თქმა უნდა ვიწყებთ მცირე დოზებით და ერთი სახის დამატებითი საკვების მიღებას, რასაც თანდათან ზრდით მრავალფეროვნებთ და დოზაც თანდათან იზრდება. როგორ ამოვიცნოთ ალერგია? დაკვირვებით. მხოლოდ დაკვირვებით. თუ მივეცით ახალი დამატებითი საკვები და ჩვენს პატარა სახე გაუწვით და გამოაყარა, კუჭი აეშალა, იჭირვეულა, ძილი არა აქვს შვიდი, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვურეკავთ პედიატრს, ვათანხმებთ, ხომ არ არის ალერგია. ხომ არ გამოგვეპარა რაიმე ისეთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება შემდგომში გამოიწვიოს, თქვათ, ალერგიის განვითარება. ანუ დამატებით კვებასთან ერთად ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ფრთხილები, განსაკუთრებით ისეთ ბავშვებში, მაგალითად, ვისაც წინასწარ განწყობა, ოჯახური ანამნეზი ხელს უწყობს, თქვა დატვირთული ალერგიით, ასეთ შემთხვევაშიც უნდა ვიყოთ ფრთხილად და შეურჩიოთ ზუსტად ის პროდუქტი, რომელიც მისთვის ნაკლებ ალერგიული იქნება. გასაგებია, მადლობა. მშობლებს ხშირად ეშინიათ, ასე ვთქვათ, ბავშვმა კარგად ჭამა, საკამარისი ჭამა თუ არა, აი ამ მიმართულებითაც რომ მოგცეთ რჩევა. განსაკუთრებით ბებიებს. კი, განსაკუთრებით ბებიებს. ბებია სულ გონია რომ ბავშვი მშიერია. მახსოვს ჩემი ბებიაც აი სულ ეგონა რატომ ხას რომ მშიერი ვიყო. ჩემი ბებიაც ეგრეა ნამდვილად ყოველ ჩასვლაზე სულ გამხდარიო. მინდა გითხრათ რომ ეხლა ამ გადასახედიდან როცა ჩემ და შულიშულები ყავს ვამართლებ ჩემ ბებოს, იმიტომ რომ აღარ ჩემი ჩვენი შული იყოს ნაჭამიდან დაკვები ჩვენც ბედნიერები ვართ. ნახეთ, არსებობს 3 ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც ჩვენ თამამად შეგვიძლია, რომ ბავშვი საკმარისად დანაკლებულია. პირველი რა არის? ბავშვი კარგ ხასიათზეა. თამაშობს ირემის გეთამაშებად. მეორე, შვიდად ძინავს. აბსოლუტურად წყნარად შვიდი ძილი აქვს და მესამე ინდიკატორი მისის განვითარება შეესაბამება ასაკს. ანუ თუ ეს 3 ინდიკატორი დამაკმაყოფილებელი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავამშვიდოთ დედას და ბებოც, რომ მის ბავშვს ნამდვილად ყოფნის კვება. არიან მშობლები, რომელიც აი ბავშვი არ ჭამს, ძალიან ნერვიულობენ ამ მიმართულებით. და სულ აქვთ ხოლმე ესეთი კითხვები, რომ აი ბავშვმა არ ჭამა, რა გავაკეთოთ? აი ესეთ მშობლებს თუ მიცემდით რჩევას. მინდა გითხრათ ეს ყველაზე აქილევსის ქუსლია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი შევს კაბინეტშიც, აი შევწრებულ ვარ კამათს. ხშირად უთანხმოების აი კონფლიქტის მიზეზით შეიძლება იყოს. ეხლა რატომ? არსებობენ ახალგაზრდა დედები, რომლებიც საკმაოდ კარგად ფლობენ Google-ის და ChatGPT-ის და ეხლა თანამედროვე და აი ამბობენ, რომ თუ ჩემმა ბავშვმა არ ჭამა, მე ვიცი, რომ არ უნდა დავაძალო, რა მოხდა, იყოს მშიერი, მოშიბდება და შეჭამს. ამ დროს გიშდება ბებო. მინდა გითხრათ, ხონდა მშობლებს. ამ დროს გიშდება ბებო, რას ქვია, მშიერი იყოს ჩემი შვილიშვილი, ეს როგორ შეიძლება დაასდებს კოლზით. ეხლა მითხარით, რომელია მართალი? არც ერთი. არც ერთი არ არის მართალი, მინდა გითხრათ, ეხლა რატომ? ნახეთ,
ახალ კვებაზე, დამატებით კვებაზე გადასვა ეს არის ერთგვარი უნარის ჩამოყალიბება, ხო? რა თქმა უნდა, ჭირდება შეჩვევა ამ პროცესში. ეს შეჩვევა არ არის მარტივი, ხო? ბავშვი ღებულობს აბსოლუტურად ახალ საკვებს, მისთვის უცხოს, ხო? ამას ჭირდება დრო და მიჩვევა. შეიძლება, თუმცა არსებობენ კარგი მჭამელი ბავშვები და არსებობენ პრეტენზიული ბავშვები. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მართლები ბავშვის მიმართ. ერთ ჯერზე თუ ჩვენ შევთავაზეთ საკვები და თქვათ ხელი აგვექნია ან თავი გააქვთ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას მეორეჯერ არ უნდა შევთავაზოთ და აღარ უნდა და დავანებოთ თავი არანაირად ანუ ასეთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებით თქვათ ახალგაზრდა დედას რომელიც ამბობს რომ დავანებოთ არ უნდა ჩემ შვილს ჭამა იმ მომენტში გეთანხმებით რა თქმა უნდა მოვაშოროთ ეს საკვები და გადავდოთ ოღონდ არ უნდა დაველოდოთ იმდენ ხანს რომ მოშივდეს ზოგჯერ ცით რა არის ისე იღლებიან ამ შიმშილით ბავშვები რომ ხასიათში გადადით სულ იღრინებიან სულ ცუდ ხასიათზე არიან და აღმოჩნდება რომ ეს ბავშვი არის მშიერი ასეთ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ უნდა გადავავადოთ ახალი საკვების შეთავაზების დრო, მაგრამ ისე არა, რომ საერთოდ არ შევთავაზოთ. და რა თქმა უნდა, კოვზითაც არ უნდა ვსდიოთ, იმიტომ რომ ელემენტარულად ბავშვი ვერ მიხვდება, რატომ დაძდევენ მას, რატომ უნდა ჭამოს. ნახეთ, კვება უნდა გავხადოთ მისთვის სასიამოვნო. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აი ძალიან ხშირად აი შენ თუ შეჭამ საჭოს, ცოტა უფრო მოზრდილა საქში, აი შოკოლადს მიიღებ. ანუ კვება არ უნდა ვაქციოთ ჯილდოთ. იმიტომ რომ ბავშვი ვერ მიხვდება, ან შეიძლება საერთოდ უარი თქვას ბოსტნეულზე და ბოსტნეული იმის ხათრით ჭამოს, რომ რაღაც ახალისებას მიიღებს. ანუ არავითარ შემთხვევაში ანუ, ნახეთ, არსებობს ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტები დამატებითი კვების პრინციპებისთვის. შევთავაზოთ საკვები, მაგრამ თუ უარი გითხრათ, გადავავადოთ ეს შეთავაზება, არ ვსდიოთ კოვზით, რა თქმა უნდა, თებში, არანაირად და კვება გავხადოთ მისთვის სასიამოვნო. აი, თუ არის მიზანშეწონილი მაგალითად, აი, სხვადასხვა ტიპის ფაფები არსებობს, როგორც ვიცით, ბოსტნეულის მიმართულებაც სხვადასხვა არის. ანუ თუ ერთს არ იღებს პირობითად ბავშვი ანუ მეორე დღეს მეორე რო შევთავაზ. აი, რამდენად მიზანშეწონილია სხვადასხვა ასორტიმენტი გავასინჯოთ, ან სხვადასხვა ფაფები. მარტი შეკითხვა ნახეთ. შეიძლება ნახეთ, თუ ჩვენ ავირჩევთ პედიატრთან შეთანხმებით ერთ რომელიმე კონკრეტულ საკვებს, რა თქმა უნდა, ნახეთ, როგორ ხდება თავიდან, თუ ჩვენ გვიწევს უფრო ნადრევად ფაფის დაწყება, მაგალითად 4 თვეზე, 5 თვეზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ უგლუტენო ფაფებზე. უგლუტენო ფაფებზე, იმიტომ რომ შევამციროთ მინიმუმამდე ალერგიის განვითარების რისკი. ეს არის ბრინჯი, ეს არის წიწიბურა და ეს არის სიმინდის ფაფა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ვაძლევთ ერთ ჯერზე ერთ ფაფას. ანუ მუდმივად ცვლა ფაფების დღეს ერთი მივცეთ, ან საღამოს მეორე მივცეთ, ან მეორე დღეს არ შეიძლება. თუ ჩვენ ავირჩიეთ აქცენტი გავაკეთეთ, თქვა პირობითად ბრინჯის ფაფაზე, ხო? დავიწყებთ ძალიან მცირე რაოდენობით ერთი კოვზით. მომდევნო დღეებში თანდათან ვუმატებთ და სადღაც უკვე 7 დღეში ვაღწევთ იმ რაოდენობას მასზე ეკუთვნის მისი ასაკობრივი ნორმის მიხედვით. აი მაგალითად 7 თვის ბავშვს უკვე სადღაც 150-160 მილილიტრი ფაფა უკვე უნდა გქონდეს შეჩვეული. შემდგომ უკვე როცა ამ ფაფებს შეეჩვევა, გადავდივართ უკვე უფრო დიდარ საკვებზე, ისე როგორც არის შვია, ფიტვი და ასე შემდეგ. შეგვიძლია უკვე 7-8 თვიდან უკვე მრავალკომპონენტიანი ფაფებით ჩავრთოთ საკვებ რაციონში. ანუ როგორც მივხვდით, დაახლოებით 7 დღე არის საჭირო იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, შეეგუოს ბავშვი. დაახლოებით 7 თვე არის კი, რაც შეეხება ბოსტნეულს, ნახეთ, ბოსტნეული შეგვიძლია ყოველ მეოთხე დღეს გავასინჯოთ ახალი ბოსტნეული, იმიტომ რომ დავაკვირდეთ აი 3 დღის განმავლობაში შევხედოთ, კუჭი ხომ არ აეშალა, ხომ არ გამოაყარა, კანზე ალერგიული რეაქცია ხო, ანუ ყოველ მეოთხე დღე შეგვიძლია ახალი ბოსტნეული ან ახალი ხილი დავუმატოთ. მაგრამ რაც შეეხება ფაფას, ჯობია რომ იყოს დოზირებული, მზარდი დოზით და ერთი სახეობის. გასაგებია. ხშირად არის ესეთი კითხვები, გვისმენთ კითხვებს, რომ აი როდის შეიძლება დავიწყოთ ბავშვის კვება ჩვეულებრივი ბურღულეული ფანტელით. ანუ როდის შეუძლიათ, რომ ესა ბურღულეულ ფანტელზე გადაიყვანონ ბავშვი.
ბავშვის განვითარება ხასიათდება თავისი ფიზიოლოგიური ნორმებით. ანუ ყველა ასაკში ბავშვს აქვს თავისი ფიზიოლოგიური განვითარების ეტაპები. დღეს მე როგორ თქვი, რომ ან ბავშვი მზად არის იმ სამი ნიშნის მიხედვით, როდესაც თქვა შეგვიძლია დამატებითი საკვები მივიღოთ, მაგრამ რაც შეეხება ფანტელებს, მას უფრო ღეჭვა ჭირდება. ამიტომ ღეჭვისთვის ბავშვის პირის მუსკულატურა მზად არის სადღაც 10 თვის ასაკიდან. ანუ 10 თვის ასაკიდან, როდესაც უკვე ღეჭვაც აქვს, პატარა კიჭუკებიც აქვს, 10 თვის ბავშვს დაახლოებით 6 კველი მაინც უნდა ჰქონდეს, 10 თვის ასაკიდან ჩვენ შეგვიძლია უკვე ფანტელები შევთავაზოთ მას. როგორ ავირჩიოთ ფაფა, რომელიც შეიცავს ბავშვისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს? აუცილებლად მაღალი ხარისხის. მაღალი ხარისხი რას გულისხმობს? ჯერეთი ეტიკეტზე სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უკვე კარგად არის დატანილი, რომელი ფაფა არის გენმოდიფიცირებული, დანამატებით თუ ასე შემდეგ. აუცილებლად პირველ რიგში უნდა შევხედოთ ეტიკეტს. ფასიც შეიძლება იყოს შესაბამისი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მაინც ხარისხზე ვართ ორიენტირებული, როდესაც ბავშვის დამატებით კვებას ვიწყებთ და არა ფასზე, ხო? არჩევას გავაკეთებდით ალბათ უფრო მთლიანი მარცვლებისგან დამზადებულ ფაფებზე. ეხლა რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი კონსენსუსი მსოფლიოში ჯერჯერობით პედიატრებს და ნუტრიციოლოგებს შორის არ არის, ჯანმო მაინც გვირჩევს ჩვენ, რომ აქცენტი გავაკეთოთ მთლიანი მარცვლისგან მიღებული ფაფებისგან, იმიტომ რომ ამ მთლიან მარცვალში ის ნუტრიენტული ინგრედიენტები, რომელსაც შეიცავს მარცვალი, შენახულია. თერმულად დამუშავების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ღირებულებები მაშინ მეტნაკლებად იკარგება, მაგალითად რაფინირების შემთხვევაში დამატებით უწევთ ხოლმე მწარმოებლებს მიკროელემენტების დამატება, რაც არ ეხება ერთი მთლიანი მარცვლისგან მიღებულ ფაფებს. გარდა ამისა, მთლიანი მარცვლისგან მიღებული ფაფები აღმოჩნდა, რომ ერთგვარი პრევენცია არის ისეთი დაავადებების განვითარებების, როგორც არის სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებიც კი. და კიდევ ერთი, მთლიანი მარცვლისგან მიღებული ფაფების საგემოვნო უნარები და თვისებები აღმოჩნდა, რომ უფრო ბევრად კარგია ვიდრე თქვათ რაფინირებული მარცვლებისგან დამზადებული ფაფებზე და ალბათობად შესაბამისად მცირდება, რომ ასეთ ფაფაზე ჩვენმა პატარა მოარი თქვას. აი თქვენი აზრით რა როლი აქვს ფაფის მომზადების სიმარტივეს მშობლების ყოველდღიურობაში? დღევანდელ ფორს-მაჟორში არსებით. მინდა გითხრათ, დაკავებული დედები, რომლებიც გადარბენაზე არიან, მინდა გითხრათ, იმაზე ფიქრი არ უწევთ, რომ რამდენ პროცენტიანი ფაფა მოამზადოთ. მე როცა პედიატრიას გავდიოდი, ჩემ დროს არ არსებობდა ეგეთი ფაფები და გვასწავლიდნენ რამდენ პროცენტიანი ფაფა როგორ უნდა გაგვეკეთებია და საკმაოდ რთული იყო, მინდა გითხრათ. ერთგვარი სტრესიც არის, არიქა ის არ შემეშალოს, არიქა რამდენი პროცენტია, ზოგი დედა მათემატიკაშიც მოიკოჭლებს პროცენტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, დროის რესურსს მაქსიმალურად იყენებს დედა და უფრო მეტი დრო რჩება არა მომზადების ჟანრად ბავშვთან ყოფნისთვის და კვების რუტინისთვის. ასე რომ ძალიან კარგია. გასაგებია. რა უპირატესობა აქვს მარცვალს ბავშვის კვების რაციონში? მარცვლეული ეს არის ენერგიის საბადო, შეიძლება ესე ითქვას. ანუ მარცვლეულში თავმოყრილია ის კარგი ცხიმები, ეგრეთ წოდებული კარგი ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მიკროელემენტები, ვიტამინები, ნუტრიენტები, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბავშვის ბალანსირებულ მრავალფეროვან კვებას. გარდა ამისა, მარცვლოვნების შემადგენლობაში შედის უჯრედისი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის კუჭ-ნაწლავის მიკრობიომის ჩამოყალიბებას და მიკრობიომა კი აუცილებელია ბავშვის ნორმალური კუჭ-ნაწლავის გულისხმობს მარტივენაზე რო აუხსნათ დედიკოს აი კუჭ-ნაწლავის მიკრობიომის ჩამოყალიბება. ეს არის კეთილი და თქვათ სასარგებლო და არასასარგებლო ბაქტერიების კორუმი, რომელიც ყველა ადამიანს მინდა გითხრათ, როგორც თითიანს ანაბეჭდი, ასევე აქვს ინდივიდუალი და ზუსტად მიკრობიომის ჩამოყალიბებაში აქვს მნიშვნელობა არსებობს
ფასებითი, გადამწყვეტი და კრიტიკული დამატებითი კვების პრინციპებს. იმიტომ რომ როგორც გავზრდით, როგორ კვების უნარებსაც ვასწავლეთ, როგორ დამატებითი კვების პრინციპებზე გაიზრდება ჩვენი პატარა, ზუსტად ისეთი იქნება მისი ჯანმრთელობა შემდგომში. გასაგებია. და ბოლოს უკვე გთხოვთ ერთი ფრაზა გითხრათ, რომელიც ახალ დედას უნდა უთხრათ და ურჩიოთ. როგორც პედიატრმა თუ როგორც დედამ? ორივე. როგორც პედიატრმა ერთ ფრაზაში ცოტა გამიჭირდება ჩატევა, მაგრამ შევეცდებით ხანდელი თემატიკიდან გამომდინარე, ვთქვა, რომ ჯანსაღი კვება უდრის ჯანმრთელობას. ჯანმრთელობა უდრის ბედნიერებას. ნამდვილად. და როგორც დედამ, შემიძლია ახალგაზრდა დედას უთხრა, რომ დედობა არ არის მარტივი, მაგრამ ქალისთვის არის მთავარი საზომი და არის დიდი ბედნიერება. დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. დაგემშვიდობებით, ნახვამდის.